200 დააზარალებული მოგზაური და დაკარგული 1 მილიონი ლარი. პროკურატურამ Smile Travel Georgia's თაღლითობის სქემა გაშიფრა და გაარკვია, რომ კლიენტებმა ტურისტულ კომპანიას ათეულობით 1000 ლარი ჩაურიცხეს, თუმცა ვერ სად იმოგზაურეს. კომპანიის დირექტორი და მისი და უკვე დააკავეს. Აკავებულები უნებრივია თანამშრომლობენ გამოძიებასთან, უნებრივია და მათი პოზიციაც ეს არის და ზიანთან დაკავშირებითაც ალიბდებიან, რომ აღუნაზღაურონ ზიანი. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს ბრალდებულთა მიერ მოტყუებული სხვა პირების იდენტიფიცირების მიზნით. პროკურატურის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ნუგზარ ცერცვაძეც დააკავა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ის კომპანია შეპესე ზეკარის წყაროების 100%-იან წილს თაღლითურად დაეუფლა. ბრალდებული, რომელსაც წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა, დანაშაულს არ აღიარებს. ბრალდებული ზეკარის წყაროების წარმომადგენლებს ფინანსური პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა, სანაცვლოდ კი წილების დათმობა მოითხოვა. დობის მოსაპოვებლად ბრალდებულმა თავის მხრივ სხვა დაზარალებულისაგან მოტყუებით დაუფლებული დიდი ოდენობით თანხიდან ნაწილობრივ დაფარა კომპანიის საბანკო დავალიანება და პარტნიორებს 100%-იანი წილის გადაფორმება მოსთხოვა. აღნიშნული ხერხით ბრალდებულმა კომპანიის 100%-იანი წილი ოჯახის წევრებზე გადააფორმა. თავად კი არც საწარმო საკრედიტო ვალდებულებები დაფარა და ორგანიზაციის 100%-იან წილსაც მოტყუებით დაეუფლა. არა, რა თქმა უნდა, არ აღიარებ. წარმოიდგინეთ, ბრალდებას თავს არც თუ დამაშავეთ. კიდევ ერთი გახსნილი საქმე სამშენებლო სამუშაოსთვის აღებულ დიდი ოდენობით მითვისებულ თანხას უკავშირდება. დაკავებულია ორი პირი. მათ 123,000 ლარზე მეტი აიღეს და სამუშაოები არ შეასრულეს. ბრალდებულების პოზიციას ადვოკატი არ ასაჯაროვებს. უკომენტაროთ. ბრალდებულებმა დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით დაზარალებულს გაუფორმეს ეგრეთ წოდებითი მოჩვენებითი ხელშეკრულება სამშენებლო სამუშაოების წარმოების შესახებ. ბრალდებულებმა არ შეასრულეს ფორმალურად ნაკისრი ვალდებულება და მითითებული დიდი ოდენობის თანხა მიისაკუთრეს. თაღლითობის საქმეებში ბრალდებულებს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.